ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტ სოფელ ყარაფილაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრო. ენერგეტიკის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად სოფლის ცენტრში ჩირაღდანი სიმბოლურად აანთო. სოფელი ყარაფილა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფხასთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განუმარტეს მოსახლეობას ბუნებრივ აირს ოჯახებში უფასოდ მიუყვანენ. დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები სოფელი ყარაფილა. 100 აბონენტს ექნება საშუალება ისარგებლოს ბუნებრივი აირით. თქვენ იცით, რომ საოკუპაციო ხასთან არსებული სოფლების გაზიფიცირება მიმდინარეობდა 77 სოფელში დასრულებულია პროექტი. ახლა მიმდინარეობს რეგისტრაცია და სოკარზე კომპანია სოკარზე გადაცემა ამ სოფლების რო ექსპლუატაციაში მიიღონ. ასევე მინდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია გავაჟღერო, რომ პრემიერის დავალებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული მთავრობაზე, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს ბუნებრივი აირის შეყვანა ეკნებათ უფასოდ და ეს არის სახელმწიფოს მხრიდან საახალწლო საჩუქარი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ პირობებში, ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლებში მსგავსი ღონისძიებები, მსგავსი სამუშაოები, როგორც გამრიცხველიანება, ასევე გაზიფიცირება. აბსოლუტურად ყველა გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში გაზიფიცირების დაკრძალვის სამუშაოები დასრულებულია. ეხლა არის ის ეტაპი, რომ თვითონ მოქალაქეებმა უნდა მიმართონ განცხადებებით და რეგისტრირდნენ და ჩაურთავენ. საქმე აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურა არც ერთ მოსახლეს არაფერი თანხა არ დაუჯდება. საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარი გამოიყო. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის მოეწყო 37 კილომეტრამდე საშუალო და დაბალი წნევის გასადენი და თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი. ძალიან კმაყოფილები ვარ. თითქმის ეს სოფელი საუკუნე არსებობს და აი ეს ოცნება, რომელიც ეხლა გვიხდა, მართლაც სასიხარულო არის. დიდი მადლობლები ვართ ჩვენი მთავრობის და ადგილობრივი ხელმძღვანელობის. სოფლების სრული გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. 7 იანვარს სრულიად საქართველოს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნად ემზადება. შობის დღესასწაულს მრევლის საშობაო ლიტურგიაზე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში შეხვდება. დილით კი მსვლელობა ტაძრიდან დაიწყება. მომლოცველები მთელ ქალაქს მოვიდნენ და საშობაო ნობებს შეაგროვებენ, რომლებიც მოგვიანებით სოციალურად დაუცვალ და ზრუნველობა მოკლებულ მოსახლეობას გადაეცემა. მეოთხე მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. გადაბარების საზეიმო ცერემონიალი მაზარი შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა მარმალზე გაიმართა. მისიის გადაბარების ცერემონიალს ჩრდილოეთის სარდლობის წარმომადგენლობა დაესწრო. შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. გაძლიერებული ასეულის მეთაურმა მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ სამშვიდობო მისია ოფიციალურად გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფის მეთაურისგან გადაიბარა. ქართულმა ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უკვე სრული მასშტაბით დაიწყო. ქართველი სამხედროების ამოცანას სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლი წარმოადგენს. დღეს ოფიციალურად მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ასეულმა გადაიბარა სწრაფი რეაგირების ამოცანა ჩრდილოეთ სარდლობაში. შემდგომი 6 თვის განმავლობაში ასეული შეასრულებს სწრაფი რეაგირებას, აგრეთვე შეასრულებს საბრძოლო პატრულის ამოცანებს და ბაზის პერიმეტრის უსაფრთხოებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე ჯავახეთის სამხარეო მთავარის სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თბილისში მცხოვრები 1990 წელს დაბადებული წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ონისეო, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლმსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ბრალდებით ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში დააკავეს. ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირი დავაკავეთ, რომლის ავტომანქანის ჭრეკისას პისტოლეტი მჭედი და ორი ვაზნა ამოვიღეთ. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლმსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.